ჩვენ კლავეთერში ვბრუნდებით, განვაგრძობთ გადაცემა, შემოგვერთა მეორე სტუმარი, აღმოსავლეთ მცოდნე დავით კობერიძე, ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ძალიან ბევრი თემა დაგროვდა ახლო აღმოსავლეთში ეს. ჰამასსა და ვერაული გვერდს კი არის ყურაღებული თემა, მაგრამ და ყველა ამაზე ლაპარაკობს, მაგრამ მე მინდა რომ ჩვენც ვიმსჯელოთ ჰამასსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმება, მძევლები გაათავისუფლა ერთმა მხარემ, ეს იცით ჩვენმა მკითხველმა და მაყურებელმა და მსმენელმა, მაგრამ მაინც გავიმეორებ, მათ ბოევიკები, ანუ ჰამასელები გაათავისუფლა ისრაელის მხარემ, თუმცა ამის პარალელურად უცებ ჰეზბოლას პოზიციების დაბომბვა დაიწყო ისრაელმა ლიბანში, როგორც გუშინმე წავიკითხე ეს ინფორმაცია და ტრამპმაც თქვა, რომ თუ ჰეზბოლა ჰამასი არ შეასრულებს პირობებს, მაშინ ისევ დაბრუნდება ისრაელი ღაზაში. მე მაქვს აქ ერთი მნიშვნელოვანი, მეგონი მთავარი კითხვა ჩემი აზრით, თუ არა თქვენ შემისწორეთ. საერთოდ არის კი ხელსაყრელი, ან ვისთვის არის ხელსაყრელი მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, ან მშვიდობა თქვათ ისრაელსა და არაბულ სამყაროსთან. მე ყოველ შემთხვევაში ასე აღვიქვი, რომ პალესტინის აღიარება დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის მიერ, როცა არ არის ცნობილი რა ეთნოსი იცხოვრებს, რა ტერიტორიაზე იცხოვრებს, სად არის საზღვრები, ასე მეც ვიტყვი ხარ რომ ისი ვარ, რა ქვია, კლეოპატრას რეინკარნაცია. ხო შემიძლია და ვიღაცები დამეთანხმონ, თქვათ, ვისაც აქვს ძალაუფლება. ეს ხო არაფერს არ შეცვლის, რომ ეს აღიარებებიც რაღაცნაირად არის კავშირი აქვს ამათაც, აი ამ ჰამასი ისრაელს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას. მე რატომღაც ასე მგონია, რომ რაღაცა ფონზე ერთგვარს ეს ქმნის. ვისთვის არის ან თუ არის მართლაც ხელსაყრელი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა? ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ხელსაყრელი არის უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ. მაგრამ მათ არ აქვს ძალაუფლება და საშუალება. რა თქმა უნდა, მათ არანაირი საშუალება არ აქვს იმისი, რომ მშვიდობა დაამყარონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძალა, ძალიან ბევრი ადამიანი და სახელმწიფო მუშაობს საპირისპირო მიმართულებით, რომ აქ მშვიდობა არ იყოს და არასოდეს არ იყოს და ამიტომ რაოდენობის სამწუხარო არ უნდა იყოს, იქ მშვიდობის ძალიან მცირე პრაქტიკულად უმნიშვნელო შანსებია, რომ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ აი იმ რეგიონში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? პალესტინაში დამყარდეს მშვიდობა. ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ სიტუაციას. ეხლა რაც შეეხება აღიარებების იმ კასკადს, რომელიც წამოვიდა რაღაცი. გაუგებარი. ხო. ეს იყო ძალდატანების რაღაც ბერკეტები, მცირე ბერკეტები ისრაელზე, რომ ისინი სამშვიდობო. რა თქმა უნდა, სამშვიდობო შეთანხმება დაედოთ არაბებთან და არა პალესტინელებთან. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ღაზას სექტორში ან მდინარე იორდანის ერთ-ერთ სანაპიროზე და სხვა ადგილებშიც ისრაელის ტერიტორიაზე, თანამედროვე ტერიტორიაზე ერქოთ პალესტინელები. ისინი არაბები არიან. ჩვეულებრივი არაბები არიან. ბევრი მათგანი იქ ცხოვრობდა, ბევრი საუკუნის განმავლობაში. უმეტესი მათგანი ახალი მისულია იქ. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ახალი მისულია სხვადასხვა არაბული ქვეყნიდან არიან მისულები იქ. თუმცა სამართლიანობის გამო უნდა აღვნიშნოთ, რომ ებრაელებიც მისულები არიან იქ. რამდენიმე 1000 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენიმე 1000 წლის წინ ებრაელები იქ ცხოვრობდნენ და ეს არის მათი ერთადერთი სამშობლო. ის თქვი, რასაც თავად ებრაელი კომენტატორები ამბობენ და ეს არ არის ჩემი, რომ არ შეიძლება უცებ მოხვიდე და განუცხადო ხალხს, ხა შენ უნდა წახვიდე და მე უნდა ვიცხოვრო. რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მე ვიმეორებ მათ ნათქვამს, თავად ებრაელების ნათქვამს. სრული სიმართლეა ეს, აბსოლუტური სიმართლეა, მაგრამ არაბებისგან განსხვავებით, რომელთაც 22 სახელმწიფო გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ამათ არა. ისრაელს, ებრაელ ხალხს აქვს ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც სხვაგან წასვლელი გზა არ აქვს. ამიტომ არის მათი მოქმედება ისრაელის მოქმედება და ებრაელების მოქმედება ამ რეგიონში ესეთი თავგანწირული, ესეთი რადიკალური, კატეგორიული. იქ საქმე ტერიტორიებს კი არ ეხება, რაღაც გავლენებს კი არ ეხება. აქ სიკვდილის სიცოცხლის საკითხია. ყოფნა არ ყოფნა კი. ყოფნა არ ყოფნის საკითხია, რა თქმა უნდა. ახლა ავიღოთ ესეთი ორგანიზაცია, რომელსაც იცნობს ყველა ჰამასის სახელით. ხა რა არის ჰამასი? დავშალოთ ეს ჰამასი. რას ნიშნავს ჰამასი? ჰამასი არის შემოკლებული სახელი ორგანიზაციისა, რომელსაც ქვია არაბული წინააღმდეგობის მოძრაობა. ამას თავისი შესატყვისი აქვს არაბულად და ეს აბრევიატურაა უბრალოდ. ისლამური წინააღმდეგობის ორგანიზაცია.
და ეს ძალიან კარგად ჩანს იმ წესდებაში, რომელიც გააჩნია როგორც ყველა ორგანიზაციას, მათ შორის ჰამასაც. ჰამასაც არ წესდება. ჩემს სამწუხაროდ მე არ ვიცი რა წერია. ძალიან ბევრი საინტერესო რამ. ახლა ჰამასი ოფიციალური ორგანიზაცია. როდესაც რაიმე ორგანიზაციას უნდა რომ მიიღოს ოფიციალური სახე, ის უნდა დარეგისტრირდეს, ხო? დარეგისტრირებისას პირველი რაც მოიწასთხოვან წესდებას. სად დარეგისტრირდა რამ სახელმწიფო ორგანოში? რა თქმა უნდა და მათ წარადგინეს და გამოაქვეყნეს და ეს არსებობს და ეს არ არის დახურული ინფორმაცია, ჰამას აქვს თავისი წესდება, თავისი ქარტია. მაგრამ რამდენიმე მოგართმევთ, გითარგმნით და მოგართმევთ ქართულ ენაზე. ძალიან საინტერესო დოკუმენტია, სადაც ვერდამ ორგანიზაცია, რომელიც თავის თავს უწოდებს ისლამურ ორგანიზაციას და ისლამურ მოძრაობას, ისლამური ორგანიზაციის საბოლოო მიზანი რა შეიძლება იყოს? გამუსლიმანება ყველას. თავისთავად, მაგრამ ეს დეკლარაციაში ამას არ ჩაწნედნენ, ეს ისედაც ისლამის ბუნებაში დევს ეს ამბავი. ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. არავით არის მოლაპარაკება ისრაელის სახელმწიფოსთან, რომელსაც ისინი არ ცნობენ უბრალოდ არ ცნობენ. შარიათის კანონების დამყარება აი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც პალესტინა ქვია და სხვა შორის გაეროს დეკლარაციაში, რომელიც თავის დროზე გამოქვეყნდა რის საფუძველზე შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო, იქ არანაირი საუბარი არ არის პალესტინის სახელმწიფოზე. იქ ლაპარაკია პალესტინის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს შექმნის შესახებ, ებრაული და არაბული. არავითარი პალესტინელები და არავითარი პალესტინაზე იქ ლაპარაკი არ არის. არაბული სახელმწიფო, რომელსაც მოზომილი ჰქონდა გარკვეული ტერიტორიები. აი ამაშია საქმე. და ის ტერიტორიები ბევრად აღემატება იმას, სადაც ახლა ღაზა და მდინარე იორდანის მარჯვენა სანაპირო მოიაზრება. სადაც სახლობენ პალესტინელებად წოდებულები. სადაც არაბები სახლობენ, მაგრამ საქმე იმაშია და მთელი პრობლემა იმაშია, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც მიზომილი ჰქონდათ, აი მაშინ და რომელიც ითვლება ძალიან ბევრი სახელმწიფოს მიერ პალესტინური სახელმწიფოს ტერიტორიად, იქ უკვე ებრაული დასახლებებია, ქალაქებია გაშენებული. და თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ეხლა მოსახლეობა აიყრება იქიდან და ეს ქალაქები, ეს ქარხნები, წარმოებები, სახლები იქიდან დაშლილი და წამოღებული იქნება, ან ისე უბრალოდ მიტოვებული და დატოვებული არაბებისთვის, ის ძალიან ცდება. ესე ვერ მოხდება და ესე არ მოხდება. ამიტომ ურთულესი პრობლემაა ეს, რო აღიარეს, რა აღიარეს. აი რა სად აღიარეს? პალესტინის სახელმწიფო ხო, სად აღიარეს? აქ ეხლა ბოლოდროინდელ შეთანხმებებში, რომელსაც მრავალი მედიატორი ყავდა, რაღაც მხარდამჭერი და გარანტორი, დიდი სერიოზული სახელმწიფოები ყავდა. ზოგი ძალიან დიდი, ზოგი საშუალო რეგიონული ლიდერები. იქ საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება და მანამდეც იყო საუბარი და ისრაელიც ემხრობა პრინციპში ამ პრინციპს, რომ პალესტინის ადმინისტრაციამ უნდა მართოს ეს მომავალი სახელმწიფო. საუბარია იმ ადმინისტრაციაზე, რომელსაც მეთაურობს აბუ მაზენი, მაჰმუდ აბასი. რომელმაც თავის დროზე რაღაც არჩევნები მოიგო და იმის შემდეგ 10 წლეულები არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა, მაგრამ ის ხელმძღვანელობს ფორმალურად აი ამ ავტონომიას. და მისი ხელისუფლება, მისი ადმინისტრაციის ხელისუფლება ესე იგი უნდა გავრცელდეს ღაზას სექტორზე. სადაც ის ჰამასის ხალხი ბევრი დაიღუპა, ნაწილი გაიქცა, მაგრამ ისინი არაორთქლებულან. ბევრი მათგან ისევ იქ არის და შეერაღებულია ისინი. ბოლო დღეების განმავლობაში მათ დაიწყეს სპეცოპერაციების განხორციელება და ისრაელთან კოლაბორაციაში მყოფი თავისი თანამოძმეების პირდაპირ ლინჩის წესით გასამართლება და იქ ქუჩაში ხოცავენ მათ. ასე რომ იარაღი მათ არ დაუყრიათ, შეთანხმებით ეს გათვალისწინებული იყო, რომ ჰამასმა იარაღი უნდა დატოვოს და შემდეგ მათ შეუძლიათ დატოვონ ღაზას სექტორი და წავიდნენ სხვა ქვეყნებში, სადაც მათ დევნას არ დაუწყებენ. ეხლა სამწუხარო და სული დასაჯერებელია ეს სამწუხარო რომ არ იყოს აი ღიმილის მომგვრელი იქნებოდა ესე ჩავიდა ეხლა ჰამასის რომელიღაც ეს რა ქვია მუჯაჰედი და ნორვეგიაში რატო მაინც ნორვეგიაში სხვა ქვეყანაში და ნუ შენ იარაღი იქ დატოვე ხო და ნუ კარგი იყავი იმუშავე აქ და აი შენ პასპორტი და მშვიდობიანი ცხოვრება და მუზეუმები ღია და აი როგორ წარმოუდგენია და ვის წარმოუდგენია ან მარტო ხო არ ჩავა იმას თავის
თანამოაზრეები ყავს, ხო? ვინ მიიღებს, ვის რა თუ უნდა, არაბებს არ უნდათ პალესტინელები. არაბებს არ უნდათ პალესტინელების მიღება, იმიტომ რომ ქვეყნები, რომლებიც ისინი თავის დროზე შეუშვეს ტოლვილების სახით, მე ძალიან ინანეს ამის თაობას. ძალიან ინანეს. ესე იგი ეს ფაქტობრივად გადაუწყვეტელი საკითხია, გადაწყვეტის ფორმა არის, რომელიმე მხარე თუ გაწყდება დაპირისპირების ჯვარისწერიად. ძალიან სასტიკი რამ თქვი. მაგრამ ამის დაშვება შეუძლებელია და ამას არავინ დაუშვებს. რა თქმა უნდა, აი და არავინ გადაწყვეტა არ ჩანს. შეურიგებელი მტრები არიან ერთმანეთის. და შესაბამისად ალბათ ეს შეურიგებლობა ვიღაცის პოლიტიკური ინტერესზე ან გეოპოლიტიკური ინტერესზე ასხამს. რა თქმა უნდა, აქ არის მუდმივი დაძაბულობის კერა. ამაზე სარგებლობენ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მომხრეები და მხარდამჭერები. ეხლა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარგა ხნის განმავლობაში აი ამ რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, აი ნამდვილ ჭყალებში, ნამდვილ ახლო აღმოსავლეთში საკმაოდ სერიოზული პოზიციები ეკავათ ირანის სპეცსამსახურებს და მოკლედ ირანის ისლამურ რესპუბლიკას. ამას ბოლო მოუღო გარკვეულმა ქმედებებმა, აი ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა. ირანის დაბომბვამ და შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ორი ბომბი ჩამოგდება. ჰეზბოლას პოზიციების ძალიან დასუსტება ლიბანში. ეხლა გამოჩნდა მეორე მხარდამჭერი არაბული სამყაროსი. ეს არის თურქეთი, მისი ლიდერის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახით. რომელსაც ყოველთვის სურდა სუნიტური სამყაროს ლიდერობა. ძალიან კარგად იცის თვითონ, რომ ეს ამბავი არ გამოვა. იმიტომ როგორც ირანელების ლიდერობა არ გამოვა არაბულ სამყაროში, ისე თურქების ლიდერობა აღარ გამოვა და თურქების მფარველობა აღარ გამოვა, იმიტომ რომ არაბებს მხოლოდ არაბები უნდათ. და სწორიც არის რა, რატო არ უნდა უნდოდეთ ხა არაბებს? ნუ ახლა ამდენი ნავთობი აქვს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არაბი ესეთი ცნება უნივერსალური არ არსებობს და ისინი ძალიან ბევრი ნიშანთვისებით იყოფიან ძალიან ბევრ არაბს ერთმანეთის დიალექტები არ ესმით, ერთმანეთის ენა არ ესმით. რა თქმა უნდა, შეთანხმებულები ვართ იმაზე, რომ არსებობს საერთო ლიტერატურული ენა, გაზეთები, ჟურნალები, ოფიციალური ენა და ყურანის ენა, რაც თავარია, ეს არის კლასიკური არაბული ენა, მაგრამ აი ისეთმა არაბმა, რომელიც ცხოვრობს, თქვა, სადღაც მაროკოში და მეორე სადღაც ერაყში, რომელიც უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, სკოლაშიც ცუდად სწავლობდა, ისინი ერთმანეთს ძალიან ცუდად გაუგებენ. ძალიან შეიძლება ვერ გაუგონ ერთმანეთს. ყურანი არ აქვს ყველას საკითხული, არ ევალებათ ყურანის თუ გადმოცემაც შეიძლება. რა თქმა უნდა ევალებათ, მაგრამ ვერავინ ვერ დადებს თავს იმაზე, რომ ყველა მუსლიმს და ყველა არაბსაც კი ყურანი წაკითხული აქვს, დამუშავებული აქვს, გააზრებული აქვს და იცის იქ რა ხდება და როგორ ხდება. ძირითადად ინფორმაციას ისლამის და ყურანის შესახებ ისინი ღებულობენ იმამების რომელთა სიტყვასაც ისინი მეჩეთებიდან ისმენდნენ და სხვა ადამიანებისგან კიდევ. არის ესეთი ხალხი და მათ ენდობიან და ასე შემდეგ. აი ხო შეიძლება იმამზე გამახსენდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ევროპა კავშირს აქვს დემოგრაფიული პრობლემა და მუჰამედი არის უფრო ხშირი სახელი, ეს ჩვენებური მუსლიმების ხელმძღვანელი გაუბრაზდა. სიძულვილის ენაო. ეს არის სიძულვილის ენა. არ მივადენე ყურადღება ვინ სიძულვილის სახელი არ მახსოვს ახლა სამწუხაროდ. ვინ ოფიციალური ისლამური კი ოფიციალური რომ ეს სიძულვილის ენაო და რატოა სიძულვილის ენა ჩვენც ვიტყვით რამდენი გიორგი დაიბადა ნინო და რაღაც რო თქვან რომ სადღაც ამდენი გიორგი დაიბადა თუ ეს ტყუილია მაშინ ეს არის დეზინფორმაცია მაგრამ ეს ტყუილი არ არის ხო რა თქმა უნდა და არა სიმართლე შეიძლება იყოს სიძულვილის ენის გამხატველი რაც მე ეჭვება. არა. ეს ეხა რა. ალბათ არა, ნამდვილად. რამდენი სახელი დაიბადა, რამდენი სახელი ქვია. და ეს არ მომეწონა სხვათა შორის და მომეჩვენა რომ რაღაც სიტუაციის ხელოვნურად, რელიგიური ნიშნით ხელოვნურად გამწვავების საბაბი. როგორც წესი, გარკვეული კონფესიების ლიდერები ძალიან ეჭვიანები არიან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი უმცირესობაში არიან სადმე, ძალიან ეჭვიანები ხდებიან. ნუ ეს გასაგებია და ეს ჩვეულებრივი ამბავია. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია. და ეხლა ჩვენ რო დაუბრუნდეთ
თუ ჩვენი სურვილია ახლო არა, ახლა გათხოვდებოდა ეს საკითხი მინდა გითხრათ და სწორი შენიშვნა გააკეთეთ, არანაირ დაშორებაში არ არის ახლო აღმოსავლეთთან პირდაპირ მასშია და პირდაპირ კავშირშია, რა თქმა უნდა. ეს ერთი იგივე თემებია. პრეზიდენტ ტრამპს წინა საპრეზიდენტო ვადის დროს ჰქონდა სრულიად გარკვეული გეგმა პალესტინის პრობლემის მოგვარების, რომელიც არარეალისტურად გამოიყურებოდა იმის გამო, რომ გათვალისწინებული იყო მთელი არაბების გასახლება ისრაელის თანამედროვე ისრაელის ტერიტორიიდან. და იერუსალიმი ხო აღიარა დედაქალაქად ისრაელის. დიახ. მათი გადაყვანა იგეგმებოდა არა უბრალოდ სადმე გადაყვანა და იქ უდაბნოში დატოვება. ქალაქების აშენებაზე, პორტების აშენებაზე ლაპარაკი იყო სინაის ნახევარკუნძულზე და ამისთვის პრაქტიკულად ბიუჯეტიც კი გაწერილი ჰქონდა ტრამპს, შეთანხმებული იყო ქვეყნებთან, შორეული აღმოსავლეთის ლიდერ ქვეყნებთან, იაპონიაც კი ფულს დებდა ამაში. არაბულ ქვეყნებზე ლაპარაკი აღარ არის, კუვეიტი, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საამიროები, კატარი. აქ $3 ტრილიონ იყო ლაპარაკი. $3 ტრილიონ. თუ უნდა გაეკეთებინათ ქალაქები და დაესახლებინათ ეს ხალხი, მაგრამ არარეალისტური აღმოჩნდა, იმიტომ რომ ძალიან ძნელია რამდენიმე მილიონ ადამიანს შესთავაზრო ეხლა თქვენ ადექით და წადით იქიდან სადაც თქვენ დაიბადეთ, თქვენი წინაპრები დაიბადნენ. ამიტომ ისრაელმა გადაწყვიტა რაღაც პერიოდში, რომ მას შეუძლია ამის ძალის გამოყენებით გაკეთება და იმიტომ მიერეკებოდა ამ არაბებს ეგვიპტის საზღვრისკენ დაიხიეთ სამხრეთისკენ, ყოველთვის იყო მოწოდებები დატოვეთ ღაზა, სხვა ქალაქები, სხვა დასახლებული პუნქტები. ღაზა სექტორი მარტო ქალაქი ღაზა არ არის, არის კიდე პატარ-პატარა ქალაქები. მაგრამ ეს არ გამოვიდოდა არანაირად. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეგვიპტე კატეგორიულად წინააღმდეგ, წარმოგიდგენთ ეგვიპტეში კიდე რამდენიმე მილიონი პალესტინელი შესვლა და მათ შორის ინფილტრირებული და ფესვგამდგარი ჰამასი. ეს არის კატასტროფა იქნებოდა ეგვიპტის საზოგადოებისთვის. ჩვენ არ ჩამოგვისახლებდნენ. არა, ჩვენ არ ჩამოგვისახლებენ. თუ ჩვენ არ გამოვიჩენთ ინიციატივას, რომც გამოვიჩინოთ ის პალესტინელები, ახლა იმათაც ხოლმე კითხოს ვინმე უნდათ, იმათ არ უნდათ ეს მე ვიცნობ ძალიან ბევრ პალესტინელს, რომლებსაც ძალიან უყვართ თავისი სამშობლო, ეს მათი სამშობლო, ისინი იქ დაიბადნენ და ეს მათი მიწა. მათ იომეს და კიდევ იომებენ თუ საჭირო იქნება და საჭირო იქნება, იმიტომ რომ ეს კონფლიქტი ესე არ დამთავრდება. ესე მალე არ დამთავრდება. იქ ისრაელს ძალიან ბევრი რამე არ კითხეს, ძალიან ბევრი რამე არ შეუთანხმეს. ხა ეგვიპტეში გაიმართა მაღალი დონის, უმაღლესი დონის შეხვედრა, სადაც სომხეთის პრეზიდენტი იყო ჩასული და ისრაელის პრემიერ-მინისტრი არ იყო ჩასული. აი ჩვენზე რო თქვეს ისევ ჩვენ რატო არ ვიყავით, ხო? ხო და რა ვიცი ახლა სომხეთის პრეზიდენტს რა უნდა და ესე ჩვენში რა დარჩა. სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, კიდევ არც აზერბაიჯანის პრეზიდენტს რა უნდა და მონაწილეობა აქვს მიღებული ახლოს პრობლემატიკის მოგვარებაში. თუ მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც ეგრეთ წოდებულ დიდ ახლო აღმოსავლეთში მოიაზრება სომხეთი და მოიაზრება აზერბაიჯანი. ჩვენ კიდევ არ მოვიაზრებით. ძალიან კარგი. ჩვენ ევროპაში მოვიაზრებთ. ძალიან კარგი თუ არ მოვიაზრებით. ძალიანაც მოინდომებენ ვიღაცები რომ ჩვენ დიდ ახლო აღმოსავლეთში მოვიაზრებოდით. თუ არ მოვიაზრებით, ძალიან კარგი. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი საფრთხე არის. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ჩემი აზრით ბატონ დავით, ის რომ ალ-შარაა ჩავიდა მოსკოვში და შეხვდა პუტინს. მე მახსოვს უმეტესობა ექსპერტებისა და ანალიტიკოსების საქართველოში ამბობდნენ, რომ აი დასრულდა სირიაში რუსეთის ბაზა აღარ იქნება, როცა ხელისუფლება შეიცვალა და ასადი წავიდა, მაგრამ ალ-შარა ამბობს სრულიად საპირისპირო რამეს. მე გავიხსენებ, რომ ალ-შარა ჩავიდა ასევე ალიევთანაც მანამდე, კი არ უკავშირებ ამას ერთმანეთს ფაქტს ვამბობ და ამის შემდეგ გაახისტა ძალიან სხვათა შორის ალიევმა პუტინისადმი და რუსეთისადმი განცხადებების, თუმცა შემდეგ ის ამბავი კეთილად გასრულდა, როგორც ვეფხისტყაოსანში არის აღწერილი, თხამდა მგელმა ერთად მოძოვეს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. და ალ-შარამ თქვა, რომ სირია ეს ხელისუფლება მზად არის შეასრულოს ყველა ის შეთანხმება, რაც დადებულია სირიასა და მოსკოვს და რუსეთის ფედერაციას შორის და რუსეთის სამხედრო ბაზა იქ დარჩება. ვისი გზავნილი ჩაუტანა? თავის ინიციატივით ხომას ვერ იზამდა ყოფილი ალჯულანი. კიდევ ერთი ვიზიტი გამოგჩა ჩვენ ალჯულანის ამერიკის შეერთებული შტატებში ყოფებოდა და მაღალი დონის შეხვედრები იქ ძალიან ბევრ
ბევრი სახელმწიფოს კარგი ლიდერი ბიჭიაო, რო თქვა ტრამპა ისო, კარგი ბიჭია რაღაცა. ხო, ნუ რა ვიცი, ხა ჰალსტუხის გაკეთება თუ ადამიანს და პიჯაკის მოსხმა ხოთეშ მანერებიც აქვს, მე სპეციალურად ვაკვირდები ხოლმე, ხმას გამოუთავ და ვაკვირდები, რომ ტიპაჟი რაღაცნაირად აღვიქვა. რაღაცა მანერებიც დახვდა, ძალიან კარგი ნამუშევარია. მუშაობს ხალხი, იქ პროტოკოლია, იქ სამსახური ყავს, ალბათ სპეციალური მრჩევლები არიან და ეუბნებიან, რომ იქ რაღაც მოიქცე ესე. შეიძლება მალე ქალისთვის ხელის ჩამორთმევაც ისწავლოს, კიდე სხვა რაღაცები, მაგრამ ნეტარი არ მოინათლებოდეს. მაგრამ იმას რაც მას ნასწავლი აქვს ბავშვობიდან, აი იმას ვერასოდეს ვერ მოიშლის. ვერასოდეს ვერ მოიშლის, იმიტომ რომ მის თავში თავის დროზე ძალიან ღრმად დააფუძნეს მუჯაჰედის ნიშან-თვისებები. ახლა მუჯაჰედმა ჰალსტუხი გაიკეთოს, გაიღიმოს და თუნდაც ქალბატონს ხელი ჩამოართვას, ეს არაფერს არ ნიშნავს საერთოდ. ავსა კარგად ვერ ვინ შეცვლის როგორც ამბობს კიდე არის გუზიანს რა გაასწორებსო? სამარე გაასწორებს და პირდა ალჯულანიზეა ნათქვამი ეს ამბავი. ეხლა რაც შეეხება სირიას. აი მისი ეს ვიზიტები დავარქვათ შეიძლება მავანმა თქვას რომ ეს ფორმალური ვიზიტები იყო და ასე შემდეგ პრაქტიკულად განხორციელებული ვიზიტები იყო და ის მრავალრიცხოვანი დელეგაციები რომელიც მან მიიღო დამასკოში ხო მაღალი დონის ძალიან ისეთი ვოლონტრიალი იყო და ეს კიდევ ერთხელ უსვავს ხას იმას რასაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია რომ სირია არის ქვეყანა გასაღები ახლო აღმოსავლეთის, აი ნამდვილი ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული ქვეყანაა ეს, გეოგრაფიულად, კულტურულად, ცივილიზაციურად, აი ყველა მიმართულებით, აი რატო იკლავს თავს მთელი მსოფლიო ამ სირიაზე. აი ამიტომ რომ ეს სირია, ალჯულანის პრეზიდენტი არ ქვია დროებითი პრეზიდენტი. დროებითი მმართველი კი. ახლა მიუხედავად იმისა, რომ დროებითზე უფრო მუდმივი არაფერია ამ ქვეყანაზე, ნუ მაინც დროებითი პრეზიდენტია და ნებისმიერ მომენტში იმდენი ძალა არსებობს სირიაში ეხლაც კი და რა თქმა უნდა, ის თავის თანამებრძოლები, რომელთა მოსყიდვა და გადაბირება არაფერს სირთულეს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ უკან ისეთი შლეიფი მოყვებათ თავისი ბნელი ბიოგრაფიიდან. იმათაც აქვს რა ბავშვებიდან. აბარა კი ბატონო და ყველანაირი მასალა არსებობს მათზე მაკომპრომეტირებელი ძირითადად ცუდი, კარგი ნაკლებად ალბათ. და ნუ აი რაში დაჭირდა ახლა პუტინს ამკაცთან შეხვედრა მიიღება მოსკოვში. დაჭირდა, იმიტომ რომ ბაზა ჭირდება რუსეთის ფედერაციას აუცილებლად ჭირდება ბაზა. ხა მე მომისმენია რომ აი ახლა დამთავრდა რუსეთი სირიაში. რა დამთავრდა ის ბაზები ისევ იქ არის. არსად არ წასულა. იქ გავლენების გადანაწილება თავიდან მოხდა სირიაში, იქ ისრაელის გავლენები ყოველთვის იყო, მაგრამ ეხლა გაიზარდა ფრიად. შემცირდა ირანის გავლენა. მე არ ვიტყვი რომ მოისპომთ ლიანად, იმიტომ რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას თავისი დასაყრდენი აქვს იქ. ეთნო-რელიგიური შემადგენელიდან გამომდინარე სირიის ტერიტორიაზე. ასე რომ რუსეთთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელი რუსეთი ჯერჯერობით რჩება იქ ძალით მათ რუსებს იქიდან ვერ გამოყრის ვერავინ ჩვენთან საქართველოს გულისხმობ აჟიოტაჟი იყო იმასთან დაკავშირებით რომ ეხლა მაინც ხომ წაიღებს აღიარებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სირია მე ჯუდად იუჟნაია ოსეტიას ვეძახი. ხო, ნუ თქვათ გააუქმა ჩვენთვის რას ნიშნავს ეს? ეხლა ალჯულანის აღიარება ან აღიარება ან უკან წაღება ჩვენთვის რაიმე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რატო არ ფიქრობენ ადამიანები ამაზე, რომ ალჯულანის გაკეთებული ერთი შეხედვით კარგი საქმეც კი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. კიდევ ბევრი ვიზიტი იქნება ამ კაცის და ეს კიდევ ერთხელ გაუსვავს ხას იმ ამბავს რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სირიის ტერიტორიას დღევანდელ მდგომარეობას პრაქტიკულად მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა სირია. ალჯულანი თავისით თუ ეს მათ შეთანხმებული იქნებოდა მის არა რა თქმა უნდა თავისით ეს კაცი აი ვისთან შეიძლება ყოფილიყო შეთანხმებული და რუსეთს უთხრეს მკაფიოდ შენ ტოვებ შენ ბაზა სირიაში.
სირიაში რუსეთის ბაზის დატოვების შესახებ გასაგებია რომ ამერიკის შეერთებული შტატები არც ფარულად და არც ღიად არ გამოაცხადებდნენ, ხო? რა თქმა უნდა. ეს ლამაზი არ იქნებოდა. არ იქნებოდა ლამაზი და არაკორექტული იქნებოდა საერთოდ ამის გულისთვის შეიძლება ვიღაცას იმპიჩმენტისთვისაც კი გამოეკრა ხელი, ხო? აი ძალიან ბევრი წყალქვეშა დინებაა იქ, ძალიან ბევრი. უნდა ვიფიქროთ ასე, ვის სჭირდება იქ რუსეთის ბაზების ყოფნა და არსებობა. ირანს რა თქმა უნდა სჭირდება, კი ბატონო, სჭირდება. თურქეთს სჭირდება? არა, თურქეთს არ სჭირდება რამდენად. ისრაელს სჭირდება? შეიძლება სჭირდებოდეს ისრაელს. შეიძლება სჭირდებოდეს. ისრაელს შეიძლება სჭირდებოდეს. დაალაგდა ესე იგი სიტუაცია. ხო. ახლა ისრაელს სჭირდება, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება. ხო, რა თქმა უნდა. რომ არ სჭირდებოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ალ-ჯულანის ბედი ცოტა სხვანაირად წარიმართებოდა და ცოტა სხვა სიტუაცია გვექნებოდა სირიაში. თუმცა ალ-ჯულანის ბედი მაინც შეიძლება უფრო მტკივნეულად წარიმართოს, იქ ქურთები იკრებენ ძალებს სირიაში, მოგეხსენებათ ეთნიკური შემადგენლობა ძალიან რთულია და ჭრელია სირიის და ბევრი ქურთი ცხოვრობს იქ და ისინი ოდესღაც იყვნენ დაპირისპირებულები ძალიან ამ ჯულანის ხალხთან და არა მარტო მასთან, ისლამურ სახელმწიფოსთანაც, მაგრამ დღეს ისინი თანამშრომლობენ გარკვეულ სფეროებში, სამხედრო სფეროში ძირითადად. გარანტიები მისცეს ერთმანეთს. სადამდე გაგრძელდება ეს გარანტიები, ამას ვნახავთ, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ აბსოლუტურად შეუთავსებელი ინტერესები აქვს მათ. ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები აქვს. ასე რომ არ მოგვაწყენს ჩვენ ახლო აღმოსავლეთი, საერთოდ არ მოგვაწყენს. ჩვენს პრობლემატიკას მივხედოთ და თან ცალ-თვალი გვეჭიროს ახლო აღმოსავლეთს, იმიტომ რომ იქიდან ბევრი სიხეთე მოსულა, სიავეც მოსულა და დღესაც მოდის სიავე, აგერ რამდენიმე 13 ასურელი მამა მოსულა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ხო, ბათუმში ეს იქიდან ოკეანის გაღმიდან მოსული idеოლოგიის მატარებელი ხალხი არ ყავს, აი აგერ ეგვიპტეში ჩამოყალიბდა. ერთი სივრცეა. ამას ყურადღების მიქცევა უნდა. და რა ვიცი, იმედი აქცევენ ყურადღებას. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. ჩვენ და დაგემშვიდობოთ. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.